საკუთარი თავის ადვოკატირება უნდა შეგეძლოს. სურვილი უნდა გქონდეს საკუთარი თავის ადვოკატირების და რას ვგულისხმობ? იმისთვის, რომ საზოგადოებაში შენი თავი წარმოადგინო, შენ თვითონ საკუთარ თავს უნდა შეხედო გვერდიდან, როგორც სხვა ადამიანს. ეს ადამიანი შენი მეგობარი რომ იყოს, რჩევა მექნებოდა ასეთი. აი რომ შეხედოთ, მაგალითად, პირობითად ანა, გეტყოდი ასეთ რამეს, რომ ანა, შენი თავი რომ შენი მეგობარი იყოს, მას რას ურჩევდი? როგორ წარადგენდი საზოგადოებაში? ან რას გააკეთებინებდი, ან რას ათქმევინებდი იმისთვის, რომ საზოგადოებაში ანა გამოჩნდეს. იმდენი იდეა წამოვა, საკუთარი თავიდან უნდა გამოხვიდე, ერთ-ერთი ჩემი მეთოდი არის, რომელსაც მე ვიყენებდი და რამაც მე ასე ვთქვათ, მომცა მეტი ენერგია და мотиваცია, გამოვედი ჩემი თავიდან და ვთქვი, რომ მოდი როგორც კარგ მეგობარს ისე შევხედავ და კარგი მეგობარი სადღაც ერთად რო აღმოჩნდებით, ხო გსიამოვნებს, რომ ყველას გააცნო. ეს ჩემი მეგობარია, ბავშვობიდან ერთად მოვდივარ და საკუთარი თავის ხო ბავშვობიდან შენთან ერთად მოდის. რატომ არ უნდა გააცნო შენი თავი, რომელიც ბავშვობ დაბადებიდან უკვე შენთან ერთად არის, ეს ადამიანი საზოგადოებას და ამისთვის მე სხვადასხვა ხერხს იყენებ.